იყო ტექნიკური პრობლემა იყო. ესე იგი, პირველი, ეს რაც ხდება ქუჩებში, ეს რა არის და რა შეიძლება ამას უშველოთ, ეს არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული და რას ნიშნავს ეს? მეორე, იურიდიული დახმარება, სასამართლო პროცესები. ახლა მივდივარ მე სასამართლოში აქედან და იქ ვინ არის, ვინ გველოდება ჩვენი ადვოკატი. და მესამე და ყველაზე მთავარი განცხადებების მერე მოვყვები ჩვენს ელჩზე ევროკავშირში ვატომ მახარობლიშვილზე. კონფორმისტი ნომერი 1. კონფორმისტი ნომერი 1. ჩემს რეიტინგში კონფორმიზმი ნიშნავს შემგუებლობას, მედროვეობას, მედროვე, ასე დავარქვათ, მედროვე ნომერი 1. მე მგონი ეს არის ყველაზე სწორი სახელი. დავიწყოთ თავიდან. ის რაც ხდება ქუჩაში თბილისში, ამ ტიპის მე რამდენი დღე არის ასეთი სასტიკი დარბევა, გამოკიდება მეტროში, გუშინ ხალხს რომ მეტრო მისდიეს. ლიკა ბასილაიამ დადო ვიდეო მთაწმინდაზე, ზევით ხალხნო მთაწმინდაზე. ზევით დილა ადრეან ვისეძებდნენ ეს ომონი მართლა, ეს როდიონოვის ხალხი. არ ვაკადრებ მე მათ პოლიცია დაუძახო, პოლიცია არის სახში რო პრობლემა გექნება და ქუჩაში რო ჩხუბია რო დაუძახებ და მოვა და გიშველის. ის ვინც დაგვდევს ჩვენ და მშვიდობიან ხალხს, ეს არის ომონი, რუსული ომონი და ასეც უნდა დაუძახოთ. რა არის ეს? ეს არ არის არც დარბევა, არც შურისძიება, არც ანგარიშწორება, ეს არის კონკრეტული დანაშაული, ამას ქვია ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. მშვიდობიან ხალხთან გასწორების გზა საშუალებაა და ის ექვემდებარება ჰააგის ტრიბუნალის განსჯას. ჰააგის ტრიბუნალი არის ტრიბუნალი, რომელსაც გამოტანილი აქვს დაკავების ორდერი მათ შორის პუტინის მიმართ. მათ შორის სირიის დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის მიმართ, სუდანის დიქტატორის, იგივე ეხებოდა ჰუსეინს და იგივე ეხებოდა კადაფის, იგივე ეხებოდა მთავარი არ დამავიწყდეს. სერბიის დიქტატორი ბოლოს რომელიც ჩამოაგდეს თვითონ სერბებმა და გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს სლობოდან მილოშევიჩი. ეს დარბევა, უსასტიკესი მეთოდი, ეს არ არის დარბევა. ეს არის კონკრეტულად ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. დარბევა არის ჯგუფი რო არის და მას რო გაუსწორდები სასტიკად. მაგრამ რო დაძდევ ეზო და დილას დახვდე ვაკის პარკთან 6 საათზე და 7 საათზე ხალხს 200 კაცს, ეს არის ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ამას მე ყველგან ვამბობ. ამაზე უნდა გავაკეთოთ ჩვენ და გავაკეთებთ ძალიან, ეს უნდა აიტაცოს საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო მედიამ და ამას მოყვება აუცილებლად გასამართლება ჰააგის ტრიბუნალში. აუცილებლად. ჩვენ მანდ არის ეგეთი წესი, ან უნდა გავასამართლოთ ჩვენ, ან გაასამართლებენ იქ. ჩვენ თუ ვერ გავასამართლებთ ამ ხალხს, მათ არსად არ ექნებათ ესპანეთში რო ჩავიდნენ, ესპანეთის სასამართლო დაექვემდებარება ამას და დაიჭერენ. და ეს ეხება პირველი პირიდან დაწყებული, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ქვევით ყველა ადამიანს, მათ შორის შემსრულებელს, იქნება პოლკოვნიკი, პოლიციის უფროსი და ასე შემდეგ. ეს არის სერიოზული და ეს არის რაც ქვიათ ამათ, აი ამ დასჯას. ერთი, მეორე ქალაქის სასამართლოში არის ჩვენი ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი კონკრეტულად. მე მახსოვს მთავარი, რაცაც ვამბობდი ხოლმე იუსტიციის საბჭოში რო ვიყავი, რომ მახსოვს არ დამავიწყდება ნაცემის ერგო თეთრაძე, როგორ გაასამართლა მაშინდელმა მოსამართლემ, ადამიანი ნაწერი მიიღო დალურჯებული იყო და გაუშვეს სასამართლოში, საპატიმროში. ეს ხდება ქალაქის სასამართლოში დღეს. ეს ხალხი და ასე ნადევნი და ნატვალები ახლა თურმე უნდა საპატიმროში გაუშვან. ხო და ეხლა იქ მივალ მე. რაც შემიძლია გავაკეთებ და სხვაებსაც თუ გაქვთ საშუალება იქ მივიდეთ.
იქ არის ჩვენი ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი, თუ ვინმეს ეძებთ, ან დახმარებას ეძებთ, ან გჭირდებათ ადვოკატი, მოგწერეთ, ის იცავს დღეს 11 საათზე ქონდა პირველი პროცესი. გუშინ წამოვიდა პირველი სანქციები, წამოვიდა ბალტიისპირეთიდან, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. შინაარსი არ ვიცით, კონკრეტულად ქონება იქნება თუ რა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ვაჟბატონები ვერც შეძლებენ ვერაფერს, ბანკის ანგარიშსაც ვერ გახსნიან ვერსად ევროპის ქვეყანაში, იმიტომ არიან გაწითლებულები შესაბამისი სისტემით. ამათი ამბავი არის ჩაკეტილი, უნდა გაიხსნენ ბრაზილიაში, მაგრამ გაგახსენებთ, რა გაუცლებად უნდა გავიხსენო, ეგრეთ წოდებული აიხმანის საქმე, როდესაც ჩავიდნენ ისრაელის ძალები, მოკიდეს ხელი ფაშისტს, რომელიც იქ იმალებოდა, სხვათა შორის არგენტინაში და გადმოიყვანეს და გაასამართლეს ისრაელში. ხო და ესეთი რაღაცა უნდა გავუკეთოთ ამათ. არსად არსებობს ეგეთი ტერმინი, ქვია მაგას უნივერსალური იურისდიქცია, რომელსაც ემორჩილება ყველა სახელმწიფო რუსეთის გარდა რეალურად და ამ ეტაპზე ჩინეთის გარდა და რამდენიმე ქვეყნის გარდა, რომელიც არის არ ემორჩილება საერთაშორისო წესრიგს. აი აქ ნორმალურ ქვეყნებში მაგათ წასასვლელი არ ექნება და თვითონ გაითვალისწინონ. ყველა გასწორება ხალხთან საღამოს ემატება ამ მტკიცებულებებს და ეს მტკიცებულებები გროვდება და წავა სწორედ ჰააგის ტრიბუნალში. ეხლა მთავარი რაც მინდოდა მეთქვა დღეს და მე ეს ინფორმაცია დავჭრით ამ ინფორმაციას და წავა კლიპებად ჩემს სხვადასხვა არხებზე. საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვატო მახარობლიშვილი. წარმოგიდგენიათ? ამ ვითარების ფონზე, როდესაც შენი მთავრობა გამოვიდა, ფაქტობრივად შეაჩერა ევროკავშირის მოლაპარაკებები, გამოვიდა პროცესიდან, უარი თქვა დახმარებაზე, დაფინანსებაზე. გაგირბის ამის გამო ეკონომიკა, სამუშაო ადგილები ისედაც არ არის და ზევიდან კიდე ტოვებ ხალხს უმუშევრად. პატარა საწარმოებს ევროკავშირის გრანტებით გახსნილს ჩოხატაურში და ოზურგეთში და თბილისში აგერ შშმ ბავშვების სასწავლო ცენტრი იხურებაო დაიწერა, იმიტომ რომ გრანტები აღარ იქნება. ჩვენ ყავს ელჩი ევროკავშირში, ზის ბრიუსელში, ბელგიაში, ეს არის ვატო მახარობლიშვილი. აი ხა რა ქვია ამას? რა სამარცხვინო? ეს რა არის? კონფორმიზმი კი არა, მედროვეობა კი არა. რა საქციელია ეს? თან მე მინდა გითხრათ, რომ მას ვიცნობ და ძალიან მწუხვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ. არ მაინტერესებს რომ ვიცნობ, იმიტომ რომ ის რასაც დღეს აკეთებს, რომ ემსახურება, ეხლა ელჩის სამსახური უნდა გითხრათ რა არის. ყოველ დღე ზის და აგზავნის ანგარიშებს, დადის შეხვედრებზე, იქ ადგილზე და სახელმწიფოს სახელით ხსნის რა ხდება. წარმოგიდგენიათ რეებს ამბობს? ანუ ამბობს, რომ ეს ბავშვები ქუჩაში რო დგანან და მომწყდეულები რო ყავთ, ომონს მომწყდეულები რო ყავდა, რო ცემენ 200 კაცს, გაწუწულს, ნაწვალებს რო ცემენ, ალბათ ამაზე იძახეს, რომ ეს ორმხრივი ძალადობა არისო. დარწმუნებულება რას აკეთებს იქ? რას აკეთებს აბა იქ? ჩვენი გადასახადებით ზის ბრიუსელში და გაყვანილი ყავს ოჯახი ბრიუსელში, თვითონ კარგად სარგებლობს იმ სიკეთეებით, რაც არის ევროპა. თვითონ კარგად სარგებლობენ ეს მედროვეები ესენი. ეს ყაველაშვილის ბოტასები, ესენი არიან ყაველაშვილის ბოტასების მკოცნელები. აი ეგენი არიან ეს ხალხი, ვინც ახლა კიდე თანამდებობაზე არის. ვინ არის ვატო მახარობლიშვილი? მე შეგბერდით, რომ დავჯდები ყოველ დღე და ჩამოვთვლი იმ ხალხს, ჯერ ევროპიდან დავიწყებ, რომელიც ემსახურება ამ სისტემას, ზის იქ და ამართლებს ამ ყველაფერს და ჩვენ ვუხდით მაგათ ფულს, გადასახადებს, 10,000-ობით ლარს ვუხდით ამ ხალხს. ხედავთ თქვენ? ვინ არის ვატო მახარობლიშვილი? ესე იგი,
ჯერ ეს ერთი ეთყობა სულ მაგას ვამბობ. ეს ნორმალური ადამიანი, ვინ იმუშავებს ქართულ ოცნებაზე. ნორმალური ადამიანი. როგორ იმუშავებს ქართულ ოცნებაზე ამ ყველაფრის მერე? ვერ იმუშავებს. და ვინ მუშაობს ქართულ ოცნებაზე? კორუმპირებული ბანდა არის ეს. ჯიბე გამოღლეტილი ადამიანები, რომლებიც მოხდნენ თანამდებობაზე, მისცეს 1-2 ტენდერი გადმოუგდეს და უჭირავთ ამით. ასეთი არის ვატო მახარობლიშვილი. ეს იყო მანამდე საგარეოს კადრი, მერე გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერე იყო ესეთი სკანდალი, ორგანიზაცია IDFI, არასამთავრობო ორგანიზაცია, რო იკვლევს კორუფციას, გამოაქვეყნა მან ინფორმაცია, რომ მთავრობამ ფული ჩაურიცხა საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წელს. მან კიდევ ტენდერის გარეშე, კონკურსის გარეშე პირდაპირ, ესე იგი კორუფციის გზა ერთ პირთან მოლაპარაკება, პირდაპირ მისცა თანხა 700,000 ლარი კომპანია Landmark Projects. რაღაცა არქიტექტურული კომპანია არის, ხდება 2017 წელს. ეს კომპანია დარეგისტრირდა მანამდე რამდენიმე თვით ადრე, ტიპიურ სცენარზე ვლაპარაკობთ კორუფციისა. ვინ არის ამ კომპანიის დირექტორი, უпростоრედ დამფუძნებელი, ვისია ეს კომპანია? ვახტანგ მახარობლიშვილის ძმა, ვინმე ავთო მახარობლიშვილი. ესე იგი, ამას ქვია ავთანდილი და იმას ვახტანგი. წარმოგიდგენიათ თქვენ? ავთანდილი და ვახტანგი და კიდე ფრიდონი აკლიათ ამათ და ტარიელი ამათ, ამ მედროვეებს ამათ. ამ მედროვეებს მამათ მართლა. გუში რა ბავშვებს ცემდნენ და 30-ში რა ბავშვები მოწამლეს და ცემეს, არავითარი დანდობა არ იქნება იმ ხალხის, ვინც მაგით დაჯდება და გაამართლებს ვინმე ბიუროკრატთან მაგას. და დღეს თავის თავს ეძახის ევროკავშირის ელჩს. იგივე რაც თქვა, რომ ისახარ, რა ქვია, დემონსტრაციებზე ადამიანის უფლებების დამცველი. იგივეა. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში. ეს ხალხი არის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი ბრიუსელში და ყაველაშვილის ბოტასების მკოცნელები არიან ესენი. ხო და რატო მუშაობს ახლა მან თანამდებობას და რატო არ გადადგა აქამდე? თქვენი აზრით. იმიტომ მუშაობს, რომ კორუფციით ყავთ დაჭერილი ეგეთი ხალხი. კორუფციით. ადამიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოზდილი კადრი იყოს, ვერ უნდა ხედავდეს ახლა რა ხდება? მთელი 30 წელი სახელმწიფოში აშენებ დასავლურ კურსს, 30 წელი აშენებ დასავლეთს, 30 წელი მთელი სახელმწიფო ამაზე მუშაობს და დღეს შენი ქვეყანა გამოვიდა საერთოდ ამ წესრიგიდან, ფაქტობრივად ოდეკაბეში თუ SNG-ში შეგიყვანა და რიგ ზიხარ და რითი იღებ ხელფას დღეს ორშაბათი არის. რატო უნდა გავიდეს ვიღაცა სამსახურში, ბრიუსელში, ევროკავშირში? ხო და ვატო მახარობლიშვილი არის ეგეთი ვიღაცა. ადგა და იმის მერე რაც ატყდა ეს კორუფციული სკანდალი, საგარეოს ეს მინისტრის მოადგილე იყო და თავისი ძმის კომპანიას მისცა 700,000 ლარი. ამის მერე კიდე რა კორუფციულ გარიგებებში კიდე ღმერთმა იცის. კიდე გამოვლინდება. ეს ერთი ფაქტი რაც ვიცით. კონკურსის გარეშე, მთავრობიდან ფული მიდის საგარეოში და საგარეოდან ეს არის მინისტრის მოადგილე თავის ძმას კონკურსის გარეშე აძლევს ამ ფულს. ხვდებით? ამის მერე უშვებენ ჩვენ ელჩად ბრიუსელში. ხო და ეგრე იქნება. ისიც მინდა ვთქვა, რომ ყოჩახ იმ ელჩებს, ვინც გადადგნენ აქამდე, ყოჩახ, მაგრამ დავით ზალკალიანის პოზიცია, ესე იგი ადამიანი თან გადადგა, თან კობახიძეს დაუტოვა შანსი, რომ ეთქვა, რომ თავ გაემართლებინა. რა პოზიცია არის ეს? ეს იყო ჩვენი ელჩი აშშ-ში, ამერიკაში. რა არის ეს ხალხნო? რა არის? თან გადადგა, მაგრამ თან განცხადების გამოქვეყნების თავიც არ ქონდა. ვაშკაცურად, როგორც იმ სოლომონიამ გააკეთა, ჰოლანდიის ელჩმა. და ლიტვაში ელჩმა ჩვენმა ქალმა გააკეთა, ქალბატონმა თეონამ.
აი ეს არის გადადგა და თან კიდე კობახიძე გუშინ გამოვიდა და ისაო რა ქვია ვაიმეო დიდი წნეხი იყო რისიალჩია წნეხს თუ ვერ გაუძლო რა წნეხი თუ მართალი ხარ რა წნეხმა უნდა მოგერიოს მაგრამ საქმე იმაშია რომ მართალი კი არ არიან ესენი ემსახურებიან ჩაუშესკუს ესენი ემსახურებიან დიქტატურას ჩაუშესკუ ნახეთ ვინ იყო და როგორ დაამთავრა მაგას ემსახურებიან ეგენი როგორ თავზე გაზის ბელორუსიული დიქტატურა ხალხს აკავებენ ცემენ განხრალია მთელი დილა ადგენენ ვინცად არის და რომელ იზოლატორშია გადაყვანილი ტელეფონის ნომრებს ვერ პოულობენ ტელეფონებს აცლიან ბეჭდებს აცლიან ვიზე მუშაობთ თქვენ ხალხნო ვიზე ვინ მაროდიორებზე მუშაობთ მართლა და მათხოვრებზე ვიზე მუშაობთ აი ეგრე არავითარი დანდობა არ იქნება აი ესეთ ლაივს ყოველ დღე ჩაუწერ იმ მედროვეებს, კონფორმისტებს და მშიშრებს, რომლებიც ეხლა ელოდებიან, რომ თუ ოცნება გაძლებს, სამსახურებს შეინარჩუნებენ. თუ არ გაძლებს, მაშინ ვერ შეინარჩუნებენ. ჯერ ეს ერთი, ეხლა მე გეტყვით როგორც ადამიანი, რომელიც მუშაობდი თემ სოფლიოში მაქვს ნამუშევარი და მინიმუმ 4 ქვეყანაში საერთაშორისო დონის ექსპერტი ვარ და ეს არის ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო. ხო იცით? და ლექციები საერთაშორისო მსოფლიოს მასშტაბით. ეს ხალხი, რომელიც არის ელჩები, მათ სამსახურის პრობლემა არ აქვთ, ჩემო კარგო ხალხო. კარგი ელჩი, რომელიც არ არის დანიშნული იმითი, რა ქვია, ჩატყობით, ყოველთვის იპოვის სამსახურს. ყოველთვის იპოვის საშუალებას, რომ საქართველოში თუ არა და საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმდეს. ასე არის ძალიან ბევრი საქართველოს ყოფილი ელჩი, რომელიც არის იყო კრიტიკოსი, აღარ დაასაქმეს საგარეოში და მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს არის გამბედავი, პრინციპულად თან კომპეტენტური ხალხი. და ვინც ამას ვერ შოულობს, ის არის მანდ მოწყობილი ჩაწყობით და მაგაზე ეგეთი ტერმინია ამასაც ვიტყვი. მაგას ეძახიან საჯარო სამსახურში ქოთანს. იცით რა არის ქოთანი? ქოთანი არის პირი, რომელიც მოიყვანეს და დასვეს. აი იმაში როზის, კაბინეტში როზის, არაფერს არ აკეთებს, არაფერს არ წერს, არ იცის არაფერი. უბრალოდ გაუკეთეს ადგილი, შეუქმნეს ადგილი და მოიყვანეს ასე დასვეს. ამას ეძახიან ქოთანს ჟარგონზე. მოკლედ ესეთი ამბავი მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა გრძელდება, ეხლა მე წავალ იმ ხალხს დავეხმარო, ვინც დააკავეს, ყველას ვისაც დაგჭათ ძალა იქ გელოდებით და გნახავთ ფიზიკურად, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ხალხი ეხლა არის გამოფიტური, დაღლილი და ძალიან დიდი მადლობა ამ თავგანწირვისთვის. მეც ვიყავი გუშინ აქციაზე, ყოველ დღე აქციაზე ვარ. ეს ხმარო ესე მაქვს, ეს ამ გაზის კაფსულის ბრალია და ეგეც იყო არა ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, იმიტომ რომ შვიდობიან ხალხზე, რომელიც მოდიოდა რუსთაველზე, ასეულობით ადამიანზე ზევიდან გადმოყალეს კაფსულები. ამას მე მეუბნები ყველა უცხოელს. იმ საქმისთვის, ჰააგის ტრიბუნალისთვის ზუსტად. მოკლედ დროებით, ჩემო კარგო ხალხო, მაგრად იყავით, გამაგრდით და რაც მთავარი ელჩებს რაც შეეხება დიასპორა, თქვენი შეძლებისდაგვარად გეხვეწებით, იმოქმედეთ რა. მიდით მაგათ ოფისებთან, მე ვიცი, ვხედავ აქციებს ნიუ-იორკში, ბრუკლინში, ვაშინგტონში, ლონდონში, ძალიან მაგარია, ყოჩახ თქვენ. სუმცირე ის მაინც შეგვეძლება, რომ ერთი დიდი დიასპორა შევქმნათ და ძლიერი, როგორც სხვა ერებს აქვთ და იმით გავამაგროთ ჩვენი სახელმწიფო. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. აბა დროებით, კარგად იყავით მაგრად.